ამჟამად ის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი პიროვნება 20 წლამდე ასაკის ფეხბურთელებს შორის. ბარსელონას ეს ვუნდერკინდი ევრო 2024-ის შემდეგ მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე მრავალმხრივი მოთამაშე გახდა. ბევრი თვლის, რომ ის უკვე იმსახურებს წლევანდელ ოქროს ბურთს. ეს ჯილდო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა. ზოგი მას მომავალში ყველა დროის უდიდეს ფეხბურთელადაც კი მიიჩნევს, ისეც, ვინც ერთ დღეს რონალდუს და მესისაც კი გადააჭარბებს. მისი ნიჭი უდავოა და მისი ცხოვრება უკვე საოცრად არაჩვეულებრივია. 17 წლის ასაკში მას ინსტაგრამზე 34 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. ის მსოფლიოში მოგზაურობს პირადი და პროფესიული მიზნებისთვის, ყველგან აღიარებენ და მან უკვე იცის, რომ ფულზე აღარასდროს მოუწევს ფიქრი. რადგან თუ ყველაფერი კარგად წავა ბარსელონაში მომდევნო 6 წლის განმავლობაში, მისი კონტრაქტის თანახმად, მას წელიწადში 40 მილიონ ევრომდე შეუძლია გამოიმუშაოს. სწორედ ამიტომ გვინდა გადავხედოთ ლამინი იამალის წარმოუდგენელი ცხოვრების ერთ დღეს. ამ ვიდეოში ჩვენ გაგიმხელთ ამ 17 წლის მოზარდის უჩვეულო პრეფერენციებსა და ყოველდღიურ რუტინას, ასევე წარმატების ბნელ მხარეს, რომელთანაც ის ისედაც ებრძვის. ლამინე იამალი, სრული სახელი ლამინე იამალი ნასრაუი ებანა. დაიბადა 2007 წლის 13 ივლისს, ბარსელონას მახლობლად, ესპანეთის პატარა ქალაქ ესპლუგეს დე ლობრეგატში. მისი მამა, მუნირი, მაროკოდანაა, ხოლო დედა, ჩილა, ეკვატორული გვინეიდან. ასე რომ ლამინს აფრიკული ფესვები აქვს. როდესაც ის მხოლოდ 5 თვის იყო, მოხდა ისეთი რამ, რაც დღეს თითქმის წინასწარმეტყველურად ჟღერს. 5 თვის ასაკში ლამინს ფოტო გადაუღეს ლიონელ მესისთან ერთად სარეკლამო ფოტოსესიის დროს, რომელიც იმ დროს მას აბანავებდა. მაგალითად, აქ შეგიძლიათ ნახოთ მესი და ლამინის დედა სახლში, ორივე ლამინთან ერთად თამაშობს. მიუხედავად ლამინეს პირველ დაბადების დღემდე ამ საბედისწერო შეხვედრისა, მისი შემდგომი ცხოვრება საკმაოდ რთული იყო. მისი მშობლები განქორწინდნენ, როდესაც ლამინი მხოლოდ 3 წლის იყო და ის დედასთან ერთად გაიზარდა მოკრძალებულ გარემოში, ბარსელონას გარეუბან მატაროში. ბავშვობიდანვე ლამინი თითქმის შეუჩერებელი იყო ბურთით. მისი სკოლის შედეგები საშუალო იყო. თუმცა ბარსელონას სკაუტებმა სწრაფად შენიშნეს მისი ნიჭი. ამიტომ 2014 წელს, როდესაც ის მხოლოდ 7 წლის იყო, ის შეუერთდა ბარსელონას ახალგაზრდულ აკადემიას La Masia, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო საფეხბურთო აკადემიად ითვლება. ის იქ რამდენიმე წლის განმავლობაში ვარჯიშობდა და დედასთან ერთად ცხოვრობდა. მაგრამ რადგან ახალგაზრდული ფეხბურთი წარმოუდგენლად კონკურენტუნარიანია, მალევე გახდა საჭირო მისთვის საკუთარი თავი მიეძღვნა სპორტისთვის. სწორედ ამიტომ დატოვა ლამინმა სახლი 13 წლის ასაკში და ახლა La Masias სავარჯიშო მოედნის საცხოვრებელ კომპლექსში ცხოვრობს. მსხვერპლი ნამდვილად ღირდა. სულ რაღაც 2 წლის შემდეგ 15 წლის ასაკში, ის ბარსელონას ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის გამოუყენებელი შემცვლელი იყო, არამედ იმიტომაც, რომ ლიგა 1-ში სათამაშო დრო მიიღო. სულ რაღაც 1 წლის შემდეგ მან დებიუტი ჰქონდა ესპანეთის ნაკრებში და ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე. დანარჩენი კი ისტორია. როგორ ცხოვრობს ის დღეს? ლამინეს დღეები არსებითად იწყება იმით, რომ გასული წლიდან მოყოლებული ის მარტო ცხოვრობს პატარა ბინაში, რომელიც ბარსელონას სათვრთნელი მოედნიდან სულ რაღაც რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. როგორც აღვნიშნეთ, 16 წლამდე ის სათვრთნელ ბაზაზე ცხოვრობდა. მაგრამ შემდეგ რაღაც მოხდა, რამაც აიძულა ის გადასულიყო. გაღვიძების შემდეგ, დილის 7 საათზე, ლამინის დღე საკმაოდ მშვიდად იწყება, რადგან მისი პირველი ვარჯიში, როგორც წესი, დილის 10 საათამდე არ იწყება. ამიტომ ის საკუთარ ტემპით ემზადება, შემდეგ კი საუზმის გარეშე მიდის ბარსელონას სათვრთნელ მოედანზე. თუმცა არის ერთი პრობლემა. ლამინს ჯერ არ აქვს მართვის მოწმობა, ამიტომ ის ტრანსპორტის სხვა საშუალებებს იყენებს. ბოლო დრომდე ბარსელონაში გადასაადგილებლად საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მათ შორის ავტობუსებსა და მატარებლებს ეყრდნობოდა. მან თავისათი აუცილებელ ნივთში ბარათიც კი შეიტანა, რომელიც ბარსელონას ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის საშუალებას აძლევს. პროფესიონალური დებიუტის შემდეგ ლამინი რამდენჯერმე შენიშნეს ბარსელონას ავტობუსებსა და მატარებლებში და რამდენიმე TikTok ვიდეოში ის ჩვეულებრივი საქალაქო ავტობუსით მგზავრობს. თუმცა ლამინეს ამჟამინდელი პოპულარობის გათვალისწინებით, ეს დიდ პრობლემას შეადგენს. ასე რომ რაღაც მომენტში მისმა ბიძაშვილმა მოამ ყოველდილით დაიწყო მისი წაყვანა.
მოა არა მხოლოდ მისი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარია, არამედ პირადი მძღოლიც, რადგან ის მას ყველა სხვა შეხვედრაზე მიჰყავს. როდესაც ლამინი სავარჯიშო მოედანზე ჩადის, ვარჯიში მაშინვე არ იწყება. თუმცა საუზმე გარდაუვალია, რადგან ლამინი 13 წლის ასაკში სავარჯიშო ცენტრში გადასვლის შემდეგ დღეში 3-ჯერ მიირთმევს და დღემდე აგრძელებს ამას. მხოლოდ საღამოს აღარ ჭამს იქ, არამედ სახლში მიაქვს ვახშამი, რომელსაც შეფმზარეულები ამზადებენ. ლამინი ამას არა მხოლოდ მოხერხებულობისთვის, არამედ სხვა მიზეზის გამო აკეთებს. ბარსელონელ შეფმზარეულებმა დახვეწეს მისი რაციონი, რათა თითოეული კვებით ის საკვები ნივთიერებების იდეალურ კომბინაციას იღებდეს. მაგალითად, ის არასდროს მიირთმევს მიუსლის ან შვრიის ფაფას საუზმეზე, რადგან ისინი მასთან თავენ და ზოგადად ერიდება ტკბილეულს. მისი მკაცრი დიეტის ერთადერთი გამონაკლისი არის საკვები, რომელსაც მისი დედა და ბებია მიირთმევენ. სახლში დედამისი რეგულარულად ამზადებს მის საყვარელ კერძს, მისი მშობლიური ეკვატორული გვინეის ეროვნულ კერძს, ბრინჯს, ქათამსა და არაქისის соусს. ბებია ხანდახან მაროკოულ ნამცხრებს აცხობს. რაზეც 17 წლის ბიჭს უბრალოდ არ შეუძლია უარი თქვას, რადგან მისი ბებია ფატიმა დედის შემდეგ ოჯახში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. გარდა ამისა, ლამინეს რაციონში არის ერთი თავისებურება, რაც პროფესიონალი ფეხბურთელისთვის საკმაოდ უჩვეულოა. ის მუსლიმია და რამადანს იცავს. რამადანის დროს ის ძალიან ადრე, დილის 4 საათზე დგება, რათა სიბნელეში საუზმე მიირთვას. შემდეგ მთელი დღე არაფერს ჭამს, ვარჯიშის დღეებშიც კი და მხოლოდ დაღამების შემდეგ ჭამს. სხვათა შორის არსებობს მარტივი ახსნა, თუ რატომ უყვარს ამ ადამიანს რამადანის დაცვა ასე ძალიან. იმიტომ რომ მისი საყვარელი ბებია მორწმუნე მუსლიმია. საუზმის შემდეგ იწყება მისი ყოველდღიური ვარჯიში. მაგრამ როგორ მუშაობს ეს ზუსტად? როგორც წესი, კვირაში 8-ჯერ გუნდური ვარჯიში აქვს, თითოეული 90 წუთი გრძელდება. გარდა ამისა, მისი ვარჯიშის გრაფიკი მოიცავს კლუბის სტადიონზე სპორტდარბაზში მუშაობას, ფიზიოთერაპიას, სამედიცინო გამოკვლევებს, მასაჟებს, ინდივიდუალურ ვარჯიშს და ტაქტიკურ განხილვებს ან მატჩის ანალიზს სამწვრთნელო შტაბთან ერთად. რა თქმა უნდა, არის კვირებიც, როდესაც ეს გრაფიკი იცვლება, მაგალითად, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ან თასის მატჩები კვირის შუა რიცხვებში ტარდება, ან როდესაც გრძელი მოგზაურობებია წინ. ვარჯიშის შემდეგ მისი ბიძაშვილი მოა კვლავ მოდის ლამინეს წასაყვანად. ის ხშირად ატარებს დღეებს მოასთან და მის მეგობრებთან ერთად. მაგალითად, ისინი რეგულარულად თამაშობენ Fortnite-სა და FIFA-ს ერთად. ლამინმა ინტერვიუებში ღიად აღიარა, რომ PlayStation მისთვის წმინდაა. ლამინს ასევე უყვარს მედია. მან ღიად აღიარა, რომ საწოლში და ღამის მოგზაურობის დროს ყოველთვის ხელში პლანშეტი უჭირავს და სხვადასხვა სერიალებს უყურებს, მაგალითად, Breaking Bad-ს, ზოგჯერ, როგორც ჩანს, მას სახლში მარტო ცეკვა უყვარს. თუ ფიქრობთ, რომ ეს საკმაოდ მარტოსული ცხოვრების წესია, მართალი ხართ. ლამინე ადრე ურთიერთობაში იყო გავლენიან ალექს პადილასთან. მაგრამ წყვილი რამდენიმე თვის წინ დაშორდა. მიზეზი ალექს პადილა გამოჩნდა Instagram ლევრზე, სადაც ის წვეულებაზე სხვა მამაკაცის კალთაში იჯდა. ამის შემდეგ გავრცელდა ჭორები, რომ ლამინი მას დაშორდა. მანამდე მათი ურთიერთობა საოცრად რომანტიკულად გამოიყურებოდა. მათ ბევრი დრო გაატარეს ერთად, მათ შორის საბერძნეთში, მალდივებსა და დუბაიში. სადაც ისადილეს რესტორანში, მოინახულეს კერძო ზოოპარკი, დალიეს კოქტეილები და წავიდნენ Ferrari World-ში. ბოლო დროს გავრცელდა ჭორები, რომ ლამინს უკვე ჰყავს ახალი საყვარელი. ის რამდენჯერმე შენიშნეს იტალიელ მოდელ ანა ჯენოსოსთან ერთად, რომელიც მასზე 2 წლით უფროსია. თუმცა ბევრმა გაზეთმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლამინე ამჟამად რუს მოდელ ალისა პეტროიანს ხვდება. ლამინესთვის ოჯახი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი შეყვარებულები. ეს საკმაოდ აშკარაა. პირველი, რაც ლამინემ გააკეთა ბარსელონასთან პროფესიული კონტრაქტის გაფორმების შემდეგ იყო სახლის ყიდვა დედისთვის, ბებიისთვის და მამისთვის. სამივე ახლა ბარსელონას სავარჯიშო მოედნებთან ახლოს ცხოვრობს, რაც ლამინს საშუალებას აძლევს რეგულარულად მოინახულოს ოჯახი და ისინი ეხმარებიან მას ყოველდღიური ცხოვრების მართვაში. თუმცა ამ ამბავს სამწუხარო ქვეტექსტი აქვს. 2024 წლის აგვისტოში ლამინეს მამას, მუნირს უცნობმა მამაკაცმა დანით დაესხა თავს მის საცხოვრებელ უბანში როკაფონტში. მას მუცლის არეში სერიოზული დაზიანებები ჰქონდა მიღებული, მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. მალევე მის ბებიასაც, რომელიც იმავე უბანში ცხოვრობდა, დაემუქრნენ. ოჯახის წევრებისთვის სახლების შეძენით ლამინეს არა მხოლოდ ოჯახის დაახლოება, არამედ მათი დაცვაც სურდა.
სინამდვილეში ოჯახს უკვე რამდენიმე წელია ახალი წევრი ჰყავს. 2022 წლიდან მას ჰყავს უმცროსი ძმა, კაი, რომელიც ასევე რეგულარულად ჩნდება TikTok-ზე. ახლა უკვე ლამინე 18 წლისაა. გადაიხადა დიდი დაბადების დღე, სადაც მისი ახლობლები, მეგობარი გოგონები მოიწვია. წვეულებას უსკანდალოდ არ ჩაუვლია. იყო რამოდენიმე უხერხული მომენტი, რომლებიც პრესაში გაშუქდა. ბოლო დროს უკვე ახალ მეგობარ ქალბატონთან შენიშნეს. არგენტინელ მომღერალთან ნიკი ნიკოლთან, რომელიც 25 წლისაა.